ეს ის შემთხვევა, როდესაც ხანგრძლივი საუბრების შემდგომ ჩვენ გვაქვს კონკრეტიკაც და ალბათ მთავარი რაც ევროპელებმა მოსკოვს დღეს უთხრეს არის ის, რომ დაივიწყოს სანქციების მოხსნასთან დაკავშირებული პრეტენზიები. ფიქრობენ ევროპელები ამასთან დაკავშირებით იმას, რომ ეს არის ძალიან ნაადრევი მანევრებიდან და ნაბიჯებიდან გამომდინარე, რომელსაც რუსეთი დგამს. კერძოდ საუბარია ერთ კონკრეტულ საკითხზე, მოგეხსენებათ შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე დათანხმების შემდგომ მოსკოვმა ახალი პირობა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც მას უნდა მოეხსნას ევროპული სანქციები, რადგან მოსკოვს აქვს ინტერესი, რომ აღადგინოს ცუდომა გლობალურ ბაზრებზე, მისი სასურსათო პროდუქციისთვის, ამავდროულად SWIFT-ის საგადასახადო სისტემაზე და სწორედ ასეთი განცხადებით გამოვიდა მოსკოვი. თუმცა ევროპელები აღნიშნავენ, რომ ვიდრე მშვიდობა რეალობა არ იქნება, ამის შესახებ მოსკოვმა უნდა დაივიწყოს და ევროპელები ფიქრობენ, რომ მშვიდობისგან ახლა მართლაც ძალიან შორს არიან, რადგან გამოცდილება უჩვენებს მათ იმათ, რომ მოსკოვის ნდობა არ შეიძლება და ეს ფრაზები ძალიან ხშირად ისმოდა დღევანდელი ლიდერების განცხადებებში. შესაბამისად, პასუხი არის უარი და ამაზე მეტიც, რადგან დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ აი მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა კერძოდ პარიზისა და ლონდონის აქტიურობით, რომ უახლოეს პერიოდში გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელები შეიკრიბებიან უკრაინულ ჯგუფთან ერთად სამუშაოდ, იმისთვის, რომ განისაზღვროს კონკრეტული საჭიროებები, რომელიც უკრაინას ფრონტის ხაზზე სჭირდება. საუბარია დრონებზე, სატელიტებზე, შეიარაღებაზე, რომელსაც ევროპა აპირებს, რომ მიაწოდოს უკრაინას, როგორც ამას ითვალისწინებდა მათი პირობა მთელი ამ დროის განმავლობაში. ერთი საინტერესო დეტალი მოვისმინეთ ჩვენ ამასთან დაკავშირებით, კერძოდ სამშვიდობო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც ევროპელებს აქვს, კერძოდ საუბარია სამშვიდობო ძალებზე, რომლებიც უკრაინაში უნდა განთავსდეს. აქამდე მოსკოვი მუდმივად უარს ამბობდა ამგვარ პერსპექტივაზე, რადგან არ სურდა, რომ ევროპელების დროშების მიღმა ნატოს დროშა დაენახა, თუმცა ამჯერად ამ შემთხვევაში შეიძლება გამოსავალი იყოს, ყოველ შემთხვევაში ევროპელები ასე ფიქრობენ, რომ გაეროს მანდატით მოხდეს სამშვიდობო ძალების განლაგება უკრაინაში, რომლებიც არ ჩაერთვებიან აქტიურად პროცესებში, არამედ იქნებიან ეს უბრალოდ დამზღვევი მექანიზმი იმისთვის, რომ თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მართლაც ხელმოწერილი იქნა მხარების მხრიდან, რომ მათ გააკონტროლონ და მონიტორინგი გაუწიონ აი ამ პროცესებს. გარდა ამისა, ბევრი ისაუბრეს ევროპელებმა, რა თქმა უნდა, საკუთარ თავდაცვაზე, მოგეხსენებათ, ეს არის მათთვის მთავარი პრიორიტეტი, რადგან თვლიან, რომ უკრაინა ახლა არის რეალურად ევროპისთვის თავდაცვის პირველი ხაზი. და მათ იციან, რომ შემდეგი შეიძლება იყოს ევროპული ქვეყნები. სწორედ ამიტომ თანხმდებიან ევროპელები მორიგ-ჯერზე იმასთან დაკავშირებით, რომ ესე ვთქვათ, სამხედრო ინდუსტრიის, თავდაცვის ინდუსტრიის თვალსაზრისით ერთიანი ბაზარი შექმნან, კოორდინირებულად იმუშაონ იმისთვის, რომ გააძლიერონ საკუთარი კონტინენტის სამომავლო რუსული აგრესიის წინაშე. განცხადებები კი, რომლებიც კოალიციის, სურვილთა კოალიციის შეხვედრის შემდგომ გაკეთდა, ნათლად მიუთითებს იმას, რომ ერთიანია ევროპა, სწორედ ისე, როგორც ეს იყო 3 წლის წინ, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. დღევანდელი გადაწყვეტილებები ერთხმად მივიღეთ. ხაზი გავუსვით, რომ სანქციების მოხსნის დრო ახლა არაა, თუ რა თქმა უნდა მშვიდობას არ მივახცევთ. ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას რუსეთზე ეკონომიკური თვალსაზრისით და გავაგრძელებთ მობილიზებას. განვიხილეთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მონიტორინგის საკითხიც უკრაინის დასახმარებლად, რათა ცეცხლის შეწყვეტის ცაში, ზღვაში და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. რჩება კითხვა, მივცეთ თუ არა ეს მანდატი გაეროს, რათა გაუწიოს მონიტორინგი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ფრონტის ხაზს და განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებს. ჩვენ დავავალეთ საგარეო საქმეთა სამინისტროებს განიხილონ ეს თემა და პასუხით 3 კვირაში დაგვიბრუნდნენ. ეს იქნება პასუხი სტაბილური და ხანგრძლივი მშვიდობისთვის, რომელსაც ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან ერთად განვიხილავთ. მესამე საკითხია უსაფრთხოების გარანტიები, როგორ უნდა დარჩეს უკრაინა მომავალი თავდასხმებისგან დაცული, თავისუფალი და სტაბილური ქვეყანა. ბევრი თვლის, რომ ამ მხრივ არ არსებობს სიცხადე. ჩვენი პრიორიტეტია კარგად აღჭურვილი უკრაინული ჯარი, ამიტომაც შევთანხმდით, რომ გაერთიანებული შტაბების უფროსები დაიწყებენ მუშაობას უკრაინელებთან ერთად, რათა განისაზღვროს უკრაინული ჯარის საჭიროებები. ეს გულისხმობს შესაბამის შეერაღებას, თუ რა არის საჭირო და რა რაოდენობით. ამ მხრივ არაფერია გამორიცხული. ნათელია, რომ რუსეთს არ მოსწონს ეს იდეა, თუმცა რუსეთი ვერ გვიკარნახებს, თუ რა იქნება უკრაინის ტერიტორიაზე. ჩვენ ამაზე შევთანხმდებით და მუშაობას ვაგრძელებთ. სამშვიდობო ძალები საფრანგეთისა და ბრიტანეთის ინიციატივაა. უკრაინაში მათი ყოფნის მიზანი არ იქნება ფრონტის ხაზზე მუშაობა. არამედ შეთავაზებს ევროპულ გარანტიებს უკრაინას სამომავლო რუსული აგრესიის შემთხვევაში. მასში ჩართული იქნება გარკვეული ევროპული ქვეყნები და არა ყველა მათგანი. თავარ საკითხად რჩება თავდაცვა.
გვჭირდება ჩვენი შესაძლებლობების გაზრდა და თანამშრომლობის გაძლიერება თავდაცვის ინდუსტრიის თვალსაზრისით. Was uns auch wichtig ist, ist, dass in dieser Zeit Sankციების შეჩერება სერიოზული შეცდომა იქნება. Sankციები უნდა გაგრძელდეს და მომავალში გაფართოვდეს. ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა ჰქონდეთ მკაფიო პოზიცია უკრაინის სამომავლო მხარდაჭერაზე. არ აქვს აზრი sankციების დასრულებას, ვიდრე მშვიდობა არაა მიღწეული. სამწუხაროდ ამჟამად მისგან შორს ვართ. ჩვენ ვიხილეთ თუ სადამდე მივიდა მოლაპარაკებები. დასრულების შემდეგ რუსეთი ყოველ ჯერზე ახალი პირობით გამოდის. ამისგან კი ძალიან ნათელი დასკვნა გამომდინარეობს, რომ რუსეთი ამჟამად არ არის დაინტერესებული რეალური მშვიდობით. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ ცეცხლის შეწყვეტას და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერებას. ეს მოიმსახურება უკეთეს შესაძლებლობას უკრაინისთვის, რაც თავარია სამართლიან მშვიდობას. შედეგებით კმაყოფილია ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც მსურველთა კოალიციის შეხვედრაზე ორი მთავარი რამ მოისმინა. ერთი ის, რომ მისი მოკავშირეები საუბრობდნენ ერთ ხმაში და მეორე ის, რომ არსებობს გეგმები უკრაინის სამხედრო თუ ფინანსური დახმარებასთან დაკავშირებით. ერთი ასეთი სიახლის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე შეიტყო გუშინდელ შეხვედრაზე, როდესაც ემანუელ მაკრონს შეხვდა და შეიტყო, რომ 2 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება ჩავა კიევში უახლოეს პერიოდში, თუმცა ეს არ არის, ესე ვთქვათ, ამოწურული. საფრანგეთი აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, არ მხოლოდ ის სხვა სახელმწიფოები და შესაბამისად ეს გზავნილები წონადია უკრაინისთვის, კერძოდ იმიტომ, რომ საუბარია 30-ზე მეტ სახელმწიფოზე, ეგრეთ წოდებულ მსურველთა კოალიციაზე, ანუ იმ სახელმწიფოებზე, არ მხოლოდ ევროკავშირის წევრებზე და ნატოს წევრებზე, რომლებიც რუსულ საფრთხეს სერიოზულად აღიქვამენ და შესაბამისად აქვთ გადაწყვეტილი, რომ ბოლომდე დაუჭირონ მხარი უკრაინას იმისათვის, რომ ის გაძლიერდეს. შესაბამისად ეს გზავნილები კიევისთვის არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მას შემდგომ, რაც გარკვეულმა პოზიციებმა ვაშინგტონის მხრიდან გარკვეული ბუნდოვანება გაუჩინა უკრაინას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მოსვლის შემდგომ და არა მხოლოდ უკრაინას, ევროპასაც. შესაბამისად ევროპა ეიმედება ვოლოდიმირ ზელენსკის ეს განცხადებებშიც იგრძნობა. და შესაბამისად ის აანონსებს იმას, რომ მუშაობა გაგრძელდება ყველა იმ სტრატეგიული მიმართულებით, რომელიც ახლა ამ კონტინენტს გააჩნია. არსებობს აბსოლუტური სიცხადე იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი თამაშობს. შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრას სამი მნიშვნელოვანი შედეგით ვასრულებთ. პირველი ეხება მეტდახმარებას უკრაინისთვის, რათა დღესაც და სამომავლოდაც ის ძლიერი პოზიციით იყოს წარმოდგენილი. მეორე შევთანხმდით იმაზეც, რომ ახლა არ არის რუსეთისთვის სანქციების მოხსნის დრო და პირიქითაც სანქციები საჭიროა ამერიკის ინიციატივის გასაძლიერებლად, რომ რუსეთს მოლაპარაკებათა მაგიდაზე მოსვლა უბიძგოთ. და მესამე, განვიხილეთ კოალიციის გეგმები, მათ შორის სამხედრო ოპერაციების თვალსაზრისით. ლიდერებს ჰქონდათ ისეთივე ძლიერი გზავნილები, როგორიც ეს 3 წლის წინ ომის დაწყების დღეს ისმოდა. მადლობა მხარდაჭერისთვის. ვფიქრობ, რომ შეხვედრის შედეგი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კერძოდ არ მოიხსნას არანაირი სახის სანქცია რუსეთს, ვიდრე ის არ შეაჩერებს ამ ომს. ვფიქრობ, მეტი ზეწოლა და მეტი სასანქციო პაკეტებია საჭირო. რაც შეეხება მეორე საკითხს, ჩვენ სხვადასხვა ლიდერისგან მოვისმინეთ უკრაინის მხარდამჭერი ახალი პაკეტების შესახებ. ქვეყნები საუბრობდნენ ერთ ხმაში, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს რუსეთზე ზეწოლა. ყველა აცნობიერებს, რომ რუსეთს დღეს არ სურს არანაირი მშვიდობა. ჩვენ ვიმუშავებთ უსაფრთხოების გარანტიებზე მოახლოებულ დღეებშიც, რაც არა მხოლოდ დღევანდელი, არამედ ჩვენი მომავლის გამსაზღვრელი საკითხია. მაშასა ევროპელები ახლა დაელოდებიან იმ ჯგუფების მუშაობას, რომლებიც ერთის მხრივ საგარეო, მეორე სამხედრო მიმართულებით შეკრიბეს, კერძოდ უკრაინის მხარდასაჭერად და იმ საჭიროებების გამოსავლენად, რაც მას სჭირდება და ამავდროულად ისინი აგრძელებენ მუშაობას ბუნებრივია სამშვიდობო გეგმაზე, ევროპულ სამშვიდობო გეგმაზე, განსაკუთრებულად ამ პროცესში არიან ჩართულები პარიზი, კიევი და ლონდონი და უახლოეს პერიოდში ამ გეგმის წარდგენას აპირებენ ისინი ვაშინგტონისთვის, შესაბამისად საინტერესო პროცესები გველოდება წინ. an einem wirklichen Frieden interessiert ist.